მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა და განვითარება. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. რეგიონში მისი ადგილობრივი კოორდინატორია არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი. პროექტის ფარგლებში ჩართული არის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია მადლობა გადავხადო მათ აქტიური მონაწილეობისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონული ორგანიზაცია შეირჩა, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმ ტრენერთა გუნდს, რომლებიც მოხალისეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობენ და მთლიანობაში ამ ეტაპზე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მოხარული ვარ სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან ყავს ასეთი აქტიური ახალგაზრდები და იმედი მაქვს რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალში ისე როგორც დავიწყეთ. ეს არის პირველი ფაზა პროექტის და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები ერთი წლის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. 64 მუნიციპალიტეტში კი კონკურსის საფუძველზე 125 მოტივირებული მოხალისეთა კოორდინატორი. ტრენინგ სემინარი ბაკურიანში არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-მა ჩაატარა. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოში მოხალისეობის განვითარებისთვის. მე ვარ სამცხე ჯავახეთიდან და ძალიან ბევრი აქტივობის განხორციელებას გეგმავ ჩემს რეგიონში, რომ შევუწყოთ ხელი მოხალისეობის განვითარებას საქართველოში. მე როგორც საქართველოს მოხალისე ჩემს რეგიონში, ანუ სამეგრელოში ვაპირებ, რომ განახორციელო მრავალი პროექტი, კერძოდ ვაპირებ დებატების ჩემპიონატი ჩავატარო, გარემოს დაცვითი ღონისძიებები ჩავატარო, სპორტული აქტივობა გავზარდო მოსწავლეებში და ასევე ვაპირებ ჩართო უფროსი თაობის ადამიანებიც. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღოთ, რადგან შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია, რომლებიც ჩვენს თანატოლებს აწუხებს, შესაბამისად მოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ჩავერთოთ რაც შეიძლება, ჩართოთ რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე და გამოვაცოცხლოთ ჩვენი ბათუმი, ჩვენი საქართველო და გავაგონოთ ყველა ჩვენი ხმა მთელს მსოფლიოს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საქართველოს მოხალისის სტატუსი მიენიჭათ. მოხალისეობის განვითარების პროგრამა საქართველოს მოხალისე მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენ ვართ მოხალისეები! გახდით შენს!